მანქანა რომელიც ეხლა მყავს და მანქანა რომელიც გვემსახურება 11 წელია. ეს არის რა არის დღეს? დედის დღე და გოგოებმა გადავწყვიტეთ გამოსეირნება, ხო? და კარგად გავატაროთ დრო. ცოტა მოგვიანებით კი დაიდება ეს ვლოგი, მაგრამ მაინც ყველას გილოცავთ დედის დღეს. ყველა მომავალ დედას, ყველა დედას და ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ და გეხაროთ თქვენი შვილებით. ხო? წავედით? ვინ მოიცუცხნა? დანი მოიცუცხნა? აი მე რასაცილო კალი. მაყოფილები ხართ? დანი მაყოფილი ხარ? დაამთავრე? მოგეწონა? დანი რატომ აიმუნო? ვიყავით მე და გოგოები აგროჰაბში. პირველად ავედით, ანუ რომ მივედით, ავედით აგროჰაბის კაფეში და შემდეგ რომ ვისაუზმეთ, ჩამოვედით ქვემოთ და ვიყიდეთ რაღაცეები. რა თქმა უნდა, ესენი დარიხინობდნენ ორივე ურიკაცი, იყვნენ ერთ ამბავში. მეც ვცდილობდი რომ ოლიმპიური სიმშვიდე შემენარჩუნებინა. აგროჰაბის კაფის როგორი კმაყოფილი ხართ? კარგად ისაუზმეთ? ჰა? ევე რა იყო და გეძინება? აბა რა მოწყენილი ლაპარაკობ და რა გჭირს? არაფერი? რაღაცით უკმაყოფილო ხარ? რამე არ მოგეწონა აგროჰაბში? მოგეწონა. ყველაზე მეტად რა მოგეწონა? რაც ჭამე, ხო? კარგად ვისაუზმეთ? დამსახურებული საუზმე გქონდა, ხო? დედის დღესთან დაკავშირებით თან ერთად გავატარეთ დრო. ქალბატონი დანიელა ცოტა ნერვებს გვიშლიდა, მაგრამ მე და ევეკა არ ვიმჩნევდით, ხო ევე? ეხაც მაიმუნობს აგერ ერთ ამბავში. ეხა სად მივდივართ? სახსა შინა. დანი რა დღეში ხარ, გოგო? კარგი გადაწყვეტილება იყო რომ წამოვედით? გოგოებო? კარგი გადაწყვეტილება იყო რომ წამოვედით? კი? კიდე წამოვიდეთ? ევე რაღაცა უკმაყოფილოა. რა გჭირს და? ხო ხარ კარგ ხასიათზე თუ გაწუხებს რამე? რამე ხوار გაწუხებს? არ. მუცელი გტკივა? რატო? ბევრი ჭამე? წავედით მოკლედ სახში. აგროჰაბიდან ხელს გამოვაყოლეთ ტოსტის პური, ფასტაკლება ქონდა, კვერცხი, ამასაც ფასტაკლება ქონდა, პომელო, ერთი არ უჭამიათ ეს პომელო და მეოთხარი 1000 ჯერ გიტყავთ, ცოტი თავდავში თქო. მევღალის იოგურტი,
თვითონ არჩიეს. ეველინამ გინდა თუ არა მჟავე კიტრი მინდაო და დედაჩემი მეუნება ქვემოთ პადუალში მჟავე კიტრის მეტი რაო, მაგრამ ამან ასეთი პატარები მინდაო. ავოკადო წამოვიღეთ ეველინას გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ ბანანთან ერთად მინდა რომ შევჭამო ეს 2 ცალი კაკაოა, ხო და? კაკაო ხო. ბანანი აგროჰაბის საბავშვო მაწონი და ეს ყველაფერი იყო დაახლოებით 60 ლარამდე. 60 ლარის იყო ეს ყველაფერი. ესეც ასე ახლა დავუჭრი პომელოს. დასუფთავებული პომელო ქალბატონმა დანიელამ, რა თქმა უნდა, უარი განაცხადა. ჭამთ მე და ევე. და რეცხილ ტანსაცმელებს ვახარისხებ, ვკეცავ და ვალაგებ თავთავის ადგილზე. ევეკო აგერზის ჭკვიანად. ევე გამხედე. ჭკვიანად ახარ? ჭკვიანად ახარ? არა? ოი, რა ჩასაჩეჩქვია. ისე ლამაზად შეუძლია წერა და ზარმაცობს ხანდახან. ეჩქარება, სად გეჩქარება? ხო და წერე ლამაზად. და დანიელა დარბის ნახევრად ტიტველის სახლში, არა და ცივა. ხო ცივა? ხო. ანუ ცივა რა? ზაფხული არა, ეხა და სახლში ასე თუ ისე სითბო არის, მაგრამ მაიკის სამარა რო ირბინოს, ბრეტელებიანი მაიკის სამარა, ისეთი სითბო არ არის, ხო? ხო და მე ხა ამ ტანსაცმელებს დავალაგებ. და მე ზემოთ მინდა ასვლა და გავაგრძელო ზემოთ დალაგება. რა ლამაზი გოგო ხარ, გოგო. მიუკო. მიუ. გაიწია იქეთ გაპუწულო. მიუკო. მიუ მიუ. დანიელა ისევე მაისურით დარბის ოჯახში. გაიწია იქეთ ტანსაცმელები არა აქ რა ეშველებ. მიუკო. გიყვარს თუ? გიყვარს დედა? ჰა? მიუკოკო. გოგო გაჭვალებენ გოგოები, გოგო. თუ გეფერებიან. მე რა საყვარელია. კუდი აქვს? კიდე თათები აქვს? ჭყვირი აქვს? გაიწია გოგო მცივა შენ მაგირად. რითი დაიღალე? ამის კეთებ. რას აკეთებ? რას? სარეცხს ფენ? და დაიღალე? მე შევთავაზ რომ ერთი დღე იყავი დედა თქო. და გააკეთე ყველაფერი, რასაც დედა აკეთებს თქო და 1-2 ზედა და ის გაფინა, რა ქვია, მაისური და რა ვიცი რაღაცეები კიდე და არიქა დავიღალეო და გულშეწუხებულ სახე. გევე გამომხედე და დაგერა ვარ. მე მგონი ჩამოეძინა საფენ იმაზე, საერცხის გასაფენზე. ეველინა. შემოტრიალდი, კმაყოფილი ხარ სარეცხს როფენ? არა, რა ძნელი ყოფილა დედობა, ხო? ევე, მოიცა დედა. დე, გამომხედე? დედობა ძნელია? დაღლილობა.